გამარჯობათ ხალხო, ესე იგი, მინდა ვილაპარაკო ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს გადაკეთებულ გამშვებს. ანუ გრუშიტელის უბრალოდ თავებიც კი ნასადგებს, რასაც ვეძახით, თავებიც კი რო სხვა აყენია მანქანაზე, განახმის გამო უბრალოდ სილამაზის გამო რო ადამიანს თავები ეყენოს ხმა მანქანას საერთოდ არ კონდეს, თუნდაც აი ტესლა რო ყავთ და თქვენი ბამპერი ამოჭრათ და პროსტა თავები დაამაგროთ სილამაზის გულისთვის არის ჯარიმა. მე თავიდან მეგონა რომ სანამ გავიგებდი ამ წესის შესახებ, მეგონა რომ ჩემი მანქანა აკმაყოფილებ და ყველაფერს, იმიტომ რომ მიყენია aftermarket გამშვები მთლიანად, არანაირი ხმის გამო დროსელი აქვს ჩამკეტი გამღები და პლუს ორი დიდი Magnaflows რეზონატორი მიყენია, რომელიც ხმას ახშობს და ჩვეულებრივი ხმა აქვს საერთოდ მანქანას რა. M3-ია და M3-ის ხმა აქვს და შუაღამესაც სადმე რო გავიარო, ვერავის ვერ შევაწუხებ. მოკლედ ესეთი ამბავი არის, რომ რადგან მარტო მე და ჩემი რო რაღაც $2000 გამშვები მიყენია, მაგაზე საუბარი არ მაქვს, ხალხს 10-15,000 გამშვებები უყენიათ მანქანებზე და არავისთან სამარიაჟო არ აქვს არაფერი, ეგ არ არის მარიაჟობა, უბრალოდ ყავს M3, M4, M5, M6, M8 და ზოგს ცხენის ძალის გამო აქვს, ზოგს იმის გამო აქვს, რომ უფრო სასიამოვნო ხმა კონდეს და არც არავის არ აწუხებს. მე კიდევ ვიმეორებ, რომ მესმის გატრუბული რომელიც არის და ძალიან დიდი ხმა აქვს და შუაღამეს 1000 საჩივარი შევა, რა თქმა უნდა, მე მესმის ეგ ყველაფერი გასაგებია. ჩემს აზრს ვიტყვი, გატრუბვაც ეგეც თავისი ადამიანია და გუნება და ადამიანს ის მოწონს და უბრალოდ გააკეთა იმის გამო, რომ თავის მანქანას არანაირი ხმა არ ქონდა და უნდა რომ რაღაც ხმა კონდეს, ზოგის მანქანას მართლა შემაწუხებელი ხმა აქვს ძალიან და მესმის ეგ ყველაფერიც, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ არის ის კანონი, რომ შენ არ შეგიძლია, აი მაგალითად ბიჭებს მე ვიცი ბევრი, უბრალოდ ნანახი მაქვს ფოტოშიც და ფოტოს გარეთაც, რომ უბრალოდ 4 აქვთ 325 მეტრებზე გაკეთებული, რომ ორის მაგივრად E92-ზე მაქვს საუბარი, F30-ზე მაქვს საუბარი, 325 მეტრებზე 2-ის მაგივრად 4 იმას აყენებენ ნასადგას რა, გამშვებს. ხო და სილამაზის გულისთვის ისიც, თორე ბაჩოკები და რაღაცეები არ იცვლება საერთოდ, ერთი და იგივე არის ყველაფერი. მაგის გამოც აჩერებენ და იმის გამო რომ 2-ის მაგივრად 4 აყენია და ანუ ჯარიმას წერენ, საჯარიმოზე მიყავთ. ჩვენ ისედაც რავი არ მგონია იმ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ ესე 200 ლარები ვიხადოთ და მანქანები საჯარიმოდან მერე ვატაროთ ევაკუატორებით და მოკლედ. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ სხვაზე ჩვენ არასდროს არ ვფიქრობთ რა. მე მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან. არავის არც ეწყინოს და არც ცუდად გაიგოს და მართლა ეგრეა, რომ დავფიქრდეთ, აი ვაჟაზე ვინც ცხოვრობს, ყაზბეგზე ვინც ცხოვრობს, პროსტა ერთი წამით წარმოიდგინეთ იმ ხალხის ადგილზე თავი, რომელმაც ბავშვი დააძინა, ზოგს ავადმყოფი შვილი ყავს, ოჯახის წევრი ყავს, ცუდად არიან, ზოგი წამლებით ძლივს იძინებს და შუაღამის პირველზე, 2-ზე, 12-ზე, გამთენიის 4-ზე შენ რაღაცა გახვრეტილი გრუშიტელით ჩაივლი და თელს თბილისს აღვიძებ. აი მაგ ყველაფერზე ჩემი აზრია ეს, რომ მაგ ყველაფერზე შევიდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საჩივარი, ყოველდღე შედიოდა უამრავი საჩივრები, რომ აი ესე და ესე ხდებოდა, არავინ არ ითვალისწინებდა მაგ ყველაფერს, რომ ღამე ეგ ყველაფერი არ უნდა გააკეთო და თავი უნდა შეიკავო, იმის გამო რომ მაინც და მაინც შენ ხო არ უნდა ცხოვრობდე მან და შენ ხო არ უნდა შეგაწუხოს ვიღაცამ რომ ეგეთი რამე არ ქნა, ხო? ხო და მაგის გამო მე მოხდა ის ყველაფერი, რომ მიიღეს კანონი, აშკარად მაგის გამო მოხდებოდა, იმიტომ რომ უამრავი საჩივარი იქნებოდა, მიიღეს კანონი, რომ უნდა იკრძალოს გადაკეთებული ეს გამშვები. ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედიდან იმ ხალხსაც, ვისაც ეს გატრობული ყავს, მოწონს, უყვარს ეს ხმა რო აქვს მანქანას, ხო? რა მოხდა მე ადამიანია და თავისი მანქანაა, ხო? მაგრამ ჩემი აზრით აქ
ნასადკებზე და გამშვებზე საუბარი არ უნდა იყოს. აქ უნდა იყოს საუბარი, რომ როცა მე მყავს ხმაურიანი მანქანა სიტყვაზე, თუნდაც 11 საათის შემდეგ არ შემეძლოს იმ ხმაურიანი მანქანით გასვლა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც შეიძლება ხალხი შევაწუხო რა. ან ჩვეულებრივ შეუძლია შემოიღონ კანონი, რომ დაყენდეს მანქანებზე დროსელები და ღამით თუ სიარული გინდა შენ დაკეტილი მაყუჩით იარო. რომ ხმა არ კონდეს და არავინ შეაწუხო, გააღიზიანო და არავისგან საჩივარი არ შევიდეს. ჩემი აზრით, ერთმანეთის პატივისცემით უფრო მივახწევთ რაღაცას და უფრო მივალთ საერთო აზრამდე, იმიტომ რომ თუ ხო ხდებით რაღაცა გათვალისწინება არ გვექნება და თუ ჩვენი თვე რაღაცას არ შევცვლით, სულ რომ უარი ითქვას და ვაფშე აღარ მიიღონ ხვალ ეს კანონი, მე ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი უმანქანადოდ რჩება ამის გამო, მეც საერთოდ მანქანით გარეთ არ გავდივარ, იმის გამო რომ მანქანა არ წამართვან, იმიტომ რომ ჩემიც გადაკეთებულად ითვლება, ხო და თუ ერთმანეთს პატივს არ ვცემ და რაღაცა გათვალისწინება არ გვექნება, რომ თუნდაც ის, რომ ღამით ნუ გამოვალთ თუ ხმაურიანი მანქანა ყავს, დღისით მაინც ვერავის ვერ შეაწუხებთ, დღისით მაინც ხმაურიც არის, ყველაფერი არის, მაინც ვერავის ვერ შეაწუხებთ და შუაღამისას როცა ხალხს ძინავს და ხალხი ისვენებს და კიდევ ვიმეორებ, რომ ზოგს ავადმყოფი ოჯახის წევრი ყავს, ძლივს იძინებს, სუდად არის, მაგ დროს რო ადამიანს გააღვიძებ, დარეკავს ის აბარას იზავს, ხა ხანში შესული ადამიანი როა, ფანჯრიდან ძახილს ხო არ დაგიწყებს, აბა ნელა იარე და ჩუმად გაიარეო, ხო? ხო და ჩემი აზრით, ჩვენს რაღაცა გათვალისწინება უნდა გქონდეს, რომ კარგია, მეც მიყვარს სეირნობა ღამით და მეც ვსეირნობ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არ არსებობს, რომ დაკეტილი მაყუჩით არ ვიარო და გახსნილი მაყუჩით ვიარო, იმიტომ რომ ხო ვიცი რომ ჩემთანაც რო ჩამოულია ქუჩაზე, აი რაღაცას, აი რავი რა, ერთი და ორ ძრავს გატრუბულს და ხმა განგრევს ყველაფერს, აი საშინელებაა რა, აი სწორად გაიგეთ ყველამ, არავის მანქანას არ ვაკნინებ და არ იმასშვები. მეც მყოლია, ფიტიც მყოლია და ყველანაირი მანქანა მყოლია, მაგრამ აი პროსტა თქვენს სახთანო ჩაივლის, აი ამ ხელახმით რაღაცა ხო არ გსიამოვნებთ. აი პროსტა თქვენს თავთან დაფიქრდით, ხო? ხო და იქნებ რაღაცა ისე ქნათ რომ ისე შევაცვლევინოთ ეს ყველაფერი, რომ აი თუნდაც ღამე მხოლოდ ქალაქ გარეთ შეგეძლოს გასვლა, რომ დასახლებულ პუნქტში არიან რომ იმ ხმაურიანი მანქანით, თუნდაც ის რომ დროსელების წესი შემოიღო, რომ დროსელი დაყენდეს მანქანაზე, რომ დააკეტავ პულტით და გააღებ, რომ ღამე დაკეტილით იაროს ყველამ და რა აუცილებელია ხმით მიიქციო ყურადღება, ხო? რაღაცა ის ხო არ არის. რატო არ უნდა ეყენოთ მაგალითად ადამიანებს ზოგს M4-ის საშუალება არ აქვს და ყავს მეოთხე სერია, რომელზეც უყენია M4-ის ბამპერი და M4-ის ბამპერს რომ 4 მაყუჩი არ დაუყენო, ნუ შეუძლებელია სიმახინჯე იქნება, ხო? უბრალოდ სილამაზისთვის უყენია 4 მაყუჩი. რა მოხდა, რას უშავებს ის ადამიანი სხვას? თუნდაც ვისაწუხებს ის ადამიანი, ვისაც მანქანა მოწონს, გარდა იმისა, რომ თვალს უხარია, რომ აი ლამაზი მანქანა ყავს ადამიანს, ხო? მე არ ვწუხდები და დარწმუნებული ვარ, იქ თავისი რაღაცა სტოკი გამშვებით, ჩვეულებრივით რომ ჩაივლის, იქ ვაჟა იქნება და დასახლებული პუნქტი იქნება, არავის არ შეაწუხებს ის. ჩემი მანქანა მაგალითად კატალიზატორებით არის, ყველაფრით არის საერთოდ და მე რო რაღაცა გადავაკეთო სიტყვაზე და ორი გამშვები დავაყენო და ხმა არ კონდეს მანქანას, ჩემი მანქანით ვინ შეწუხდება, ხო? არავინ საერთოდ. ხო და იქნებ რაღაცა საერთო აზრამდე მივიდეთ ყველა ერთად, რომ რაღაცას თუ იცვლება რაღაცა და თუ ხდება რაღაცა წესი შემოდის, იქნებ ისე შეიცვალოს და ისე ვქნათ, რომ ჩვენც რაღაცა მოვიკლოთ და იქიდანაც რაღაცა მოაკლონ წესი, რომ რაღაცა საერთო აზრამდე მივიდეთ, რომ წესი რო გაუქმდეს, ეს წესი არ მოხდება, დარწმუნებული ვარ. იმის გამო არ მოხდება, რომ კიდევ ვიმეორებ, უამრავი საჩივარი შედის ყოველ დღე, აი დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი საჩივარი შედის ამ ხმაურზე. ხო და ეგ ყველაფერი თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ და ჩვენ გულთან არ მივიტანეთ, იმის გამო რომ ჩვენ არ წუხდებით. მაგის გამო სხვები ხო არ უნდა დავიკიდოთ, ხო? სხვები წუხდებიან.
ხალხს იწერებოდა პოსტები, რომ CLS 63 წამართვესო, უბრალოდ მაყუჩი მქონდა შესული და დანარჩენი ყველაფერი სტოკი აყენია თავისიო და ხმაურზე CLS 63 წამართვესო. CLS 63, რომელიც არის 5 და 5 ბიტურბო ძრავი და ისედაც ძალიან დიდი რა ხმა აქვს. როგორ შეიძლება ხმა არ კონდეს? როგორ შეიძლება V10 M5-ს S60 ხმა არ კონდეს? თუნდაც სტოკი ეყენოს ყველაფერი და პროსტა თავები იყოს შეცვლილი. მარტო ნასადკები იყოს შეცვლილი ისიც სილამაზისთვის. როგორ შეიძლება ხმა არ კონდეს? ამის გამო რომ ადამიანი დასაჯო, იმის გამო რომ იწვალა თავისი მანქანა გაალამაზა, მე მგონია ცოტა არასწორი. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე და იმ ეტაპზე ცხოვრების, რომ ესე 200 ლარები ვყაროთ, ევაკუატორებში ფულები ვიხადოთ, იქ თავიდან ვიყიდოთ ის მაყუჩები ჩვენი გალამაზებული მანქანა, რომელიც, რავი, ზოგს M3 შიტოკი ბამპერი უყენია, ზოგს M4-ის ბამპერი უყენია, ჩვეულებრივ მეოთხე და მესამე სერიაზე. იმ ადამიანებმა მოხსნან, უკან მიაყენონ სხვა და ააწყონ იმაზე, რა ქვია, კორეაში ხო არ ვართ, ხო? რა ვიცი, ანუ რაღაცა ჩვენც უნდა მოვიკლოთ. მართალია და ამ წესსაც ბევრი რამე უნდა გამოვაკლდეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე საჩივარი დაუწერია ხმაურზე, ისიც კი დამეთანხმება, რომ ჩემს მანქანას რო 2 მაგივრად 4 გამშვები ქონდეს და 4 ნასადკა ეყენოს და ხმა არ ქონდეს, არ შეწუხდება ის ადამიანი. არავინ არ შეწუხდება მაგით. ხო და ეს არის ჩემი აზრი. იმედია რომ არავინ ცუდად არ გაიგებს, არავინ ისი არ გაიგებს. ეს არის ჩემი აზრი, რომ ზოგს სპორტული მანქანა ყავს და მაგალითად აი ბუბუ და ბიჭები რო არიან თემქაზე, ვისთანაც გავაკეთე ჩემი მანქანა ადრე გადაცემათა კოლოფი, ბუბუს მთლიანად გამშვები უყენია გატრუბული, იმიტომ რომ ეგ მანქანა იმდენ ცხენზეა, რომ მაგ მანქანას ბაჩოკებს და რაღაცებს ვერ დაუყენებ, ხო? ის ადამიანი რატო ვერ უნდა წავიდეს თბილისიდან რუსთავამდე თუნდაც ტრეკზე რო შეჯიბრი იქნება, იმის გამო რომ სტოკი არ უყენია? რაღაცა არარეალურია, ხვდებით? მე მესმის კიდევ ვიმეორებ, რომ ღამის საათებში რაღაც დროის მანძილზე დასახლებულ პუნქტში გადაადგილება არ შეგეძლოს, თუ აი ეს დროსელების წესი შემოვიდეს, რომ ხმა დაუხშოს, აბა ადამიანს აუკრძალო, რომ საერთოდ არიარო სპორტული მანქანა ვისაც ყავს და ვინც დრაგებზე გამოდის და ვისაც 90%-ს გატრუბული ყავს იმის გამო, რომ მეტი გამტანი ჰაერი კონდეს მანქანას და მეტი ცხენი დაწეროს, იმათმა რა ქნან? ანუ ადგნენ და დააყენონ ქარხნული გამშვები და ეს მანქანები გაყიდონ თუ როგორ მოიქცნენ, ხო? ხო და რავი, რაღაცა საერთო აზრამდე თუ არ მივედით და რაღაცა თუ არ შეიცვალა, რავი, ძალიან ცუდია რა. ყველა მანქანას ხო ვერ გააჩერებს. მე მაგალითად 2 დღეა გაჩერებული მყავს. ჩემსავით უამრავი იქნება, ვისაც მანქანა გაჩერებული ყავს. ხო და დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება და ჩვენს აზრსაც გაითვალისწინებენ და ჩვენც გავითვალისწინებთ, რომ რაღაცა ღამე ხალხს ნუ შევაწუხებთ. მადლობა, ვინც მომისმინეთ და რავი, იმედია სწორად ჩამოვაყალიბე ყველაფერი და არავინ არაფერი ცუდად არ გაიგეთ. დროებით.